პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე გაანათეს იგი საზეიმო დაინთო, რომელსაც გრანდიოზული ფეერვერკი მოყვა. საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა ახალი წლის მთავარი სიმბოლოს ანთებამდე მათ სამგანზომილებიანი შოუ იხილეს, რომელიც ლიტველებმა დადგეს. ეკრანის როლს პარლამენტის შენობა ასრულებდა. პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ახალი წლის მთავარი სიმბოლო საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებთან ერთად აანთო. ნაძვის ხეს განათებას 3D ვიდეო პროექციის პრეზენტაცია მოჰყვა. ეკრანის როლს კი პარლამენტის შენობა ასრულებდა. საახალწლო სიმღერების ფონზე შენობაზე სხვადასხვა გამოსახულება ჩნდებოდა. 3D-ს ეფექტზე ლიტველი სპეციალისტები მუშაობდნენ. შოუ ქართული ელემენტებით იყო გაჯერებული. მე ყველაზე მეტად მომეწონა რომ ნაძვის ხე გაანათეს და ძალიან კარგი სახაობა იყო და ალბათ კიდე მოვალ. ძალიან მომეწონა და განათებებიც ძალიან მომეწონა. არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა გვაქვს. მე მგონი პატარებზე მეტად ჩვენ უფრო გვიხარია და ძალიან დიდი მადლობა ქალაქ თბილისის მერიას ასეთი არაჩვეულებრივი და ამაღლებული წინა საახალწლო განწყობის შექმნისათვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას. რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ახალი წელი და დარწმუნებული ვარ თბილისელებისთვის თბილისი ისე არის მომზადებული, რომ კიდევ უფრო მეტად შეუქმნის წინა საახალწლო განწყობას თითოეულ თბილისელს და მათ ჩამოსულს. თბილისელებს და თბილისის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საღამოს 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე მასშტაბური შოუ ენახათ. ახალი წლის მთავარი სიმბოლოს განათების ცერემონია გვიან ღამით გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა. წინა საახალწლო ღონისძიებები თბილისში გუშინ ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.